საიდან მოდის ბოროტება? აი, ადამიანებს ძალიან ხშირად უჩნდებათ ასეთი შეკითხვა, რომ ღმერთი ხომ ასეთი კეთილია, ასეთი დიადია, ასეთი საყვარელია. თან ასევე ვიცით, რომ ღმერთმა თქვა, რომ შენს თავზე ყოველი ღერით მამაქვს დათვლილიო. და თან თქვა, რომ ჩემი ნებართვის გარეშეო, ერთი ღერით არ დაგცვიდებაო მარიამ ბერიკელაშვილს უთხრა შაშიანელს. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ასე უფალი განსაზღვრავს ყველაფერს, მაშინ ადამიანებს უჩნდებათ შეკითხვა, მაშ რაღაცომ არის ბოროტება, რატო შექმნა ღმერთმა ბოროტება? ნუ თუ არ შეეძლო ღმერთს ისეთი სამყარო შეექმნა, რომ ბოროტები აღარ ყოფილიყვნენ, ბოროტება აღარ ყოფილიყო და ყოფილიყო მარტო სიკეთე და სიყვარული. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ღმერთმა როდესაც სამყარო შექმნა, იმ შექმნილ სამყაროში ბოროტება არ არსებობდა. იცით თქვენ, ადამიანსთან ღმერთმა თავისი სახლი დაუთმო საცხოვრებლად, როგორ იტყვიან, თავის სამოთხეში შეგვიფრთა ქვეშა. მოგცა ღმერთივით უკვდავი დაუსრულებელი სული, რომელიც არასდროს არ მთავრდება, აი ასეთი სიცოცხლე უბოცა ღმერთმა ადამიანს და თან ჩემო ძვირფასებო, ისეთი სამყარო მოგცა, სადაც ადამიანს მატერიალური მოთხოვნილებები არ ქონდა. არ ღამდებოდა, არ ცივდებოდა, არ შივდებოდა, არ სყინდებოდა და რა თქმა უნდა, თუ ადამიანი აი ამ სიყვარულს შეიტყბობდა ბოლომდე ღვთაებრივ ნეტარებას, ის მარადის უკვდავი დარჩებოდა სულითაც და სხეულითაც. მაგრამ ასე არ მოხდა, იცით თქვენ კარგად. აი ხა ჩვენ უნდა დღეს ავხსნათ, რატომ ხდება დღეს ბოროტება, საიდან იღებს ბოროტება სათავეს. ნახეთ რა საინტერესოა. ღმერთმა იცით თქვენ, რომ სანამ ადამიანს შექმნიდა, ჯერ შექმნა ანგელოზებრივი სამყარო. აი რამოდენიმე, ესე იგი, ფენად განათავსა ანგელოზები. სულ 9 სხვადასხვა სართული არის, მოდი სართული, იარუსი, ასე დავარქვათ. ესე იგი, 3 ნაწილად შეყო და თითოში 3 ცალკე, ესე იგი, საფეხური იყო და სულ 9 საფეხური გამოვიდა. ჩვენ ახლა ვიცნობთ უფრო კარგად ანგელოზებს, რომელიც დედამიწიდან ჩვენთან ყველაზე ახლოს ყოფები არიან, ამის შემდეგ უფრო მაღლა არიან მთავარ ანგელოზები. თქვენ ვიცი რომ გაგიგიათ მიქაელ მთავარ ანგელოზი, ხედარ მთავარი, რომელიც გამოისახება ხოლმე ან ხმლით, ცეცხლოვანი ხმლით, ან შუბით. გაგიგიათ ასევე გაბრიელ მთავარ ანგელოზი და ჩვენ ჩამოვთვლით ხოლმე მთავარ ანგელოზებს. აი მთავარ ანგელოზთა შორის ერთი სინათლის მთავარ ანგელოზი გახდათ ლუციფერი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი და ძალიან კეთილი და საყვარელი მთავარ ანგელოზი იყო და უფლის კურთხევით ის რაღაც კონკრეტულ თავის დავალებას ასრულებდა და ანგელოზები რისთვის იყვნენ? ანგელოზები განადიდებდნენ ღმერთს და აი ამ სიყვარულში, ღმერთის მსახურებაში, ისინი კიდევ უფრო მაღლდებოდნენ სულიერებაში. აქვე, ჩემო ძვირფასებო, მოდი ახლა მე გავასწრებ მოვლენებს და ჩამოგითვლით ბარემ, რომ გითხარით, ესე იგი პირველ სამეულში, როგორც გითხარით, არის ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი. ეს ანუ ყველაზე მაღლა მყოფები. მეორეში, ანუ შუაში, უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. და ბოლოს ჩვენთან ყველაზე ახლო, როგორც გითხარით, არის ესე იგი ქვევით ანგელოზნი, მთავარ ანგელოზი და მთავრობანი. ეს უბრალოდ ისე წაგიკითხეთ ცნობის მოყარეობის გამო. ამის დაზეპირება არ არის საჭირო, ჩვენ მთავარია კარგად გავიაზროთ
და აი ცხოვრებისეულად გამოვიყენოთ ეს ცოდნა. ახლა რაშია საქმე? ერთ სიტუაციაში ერთ-ერთ მთავარ ანგელოს, რომელსაც გითხარით უკვე, ეს იყო ლუციფერი, ღმერთად ყოფნა მოუნდა. ასე იფიქრა, რომ აი მე კი კარგად ვარ და ვადიდებ ღმერთს და ძალიან ბედნიერად ვარ, ნეტარებით ვარ, მაგრამ აი დაინტერესდა რა იცი და რა მოუნდა. აი როგორც ჩვენ ვადიდებთ ღმერთსო, ნეტა მეც ესე მადიდებდეს ვინმეო. ანუ კარგად რომ დავაკვირდებით, ანგელოს მოუნდა ღმერთად ყოფნა. აი ახლა თქვენ რომ უფრო კარგად გაიაზროთ, როგორი დანაშაულია. ეხლა აქედან ჩვენთან ერთ-ერთმა ბავშვმა რომ ხელი აიწიოს და თქვას, რომ მე მინდა რომ ღმერთი გავხდეო. აი ესეთივე, ესე იგი, არასწორი ფრაზა არის ეს გამოთქმა, როცა ანგელოს მოუნდა ღმერთად ყოფნა. როგორც ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ღმერთი, თქვენ ხვდებით უკვე რა თქმა უნდა, რომ ასევე ანგელოზიც ვერასდროს ვერ გახდება ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთი არის ყველაფრის შემოქმედი, სრულყოფილი და ღმერთის მსგავსი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. აი ის არის სრული დახვეწილი სიყვარული და მშვენიერება. და მან ბავშვებო გადაწყვიტა ანგელოზების დიდი ნაწილი შეეცდინა, ანუ სწორი გზიდან გადაეხვია მათ და გაყოლოდნენ ამ მთავარ ანგელოზ ლუციფერს. როგორც გითხარით, ის აპირებდა ანგელოზთა ცდუნებას, რომ ანგელოზებს ეს ლუციფერი როგორც ღმერთი ისე ედიდებინათ. და მართლაც, ესე იგი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ასე ამბობენ, რომ ანგელოზების 1/3 აცდუნა და გაჰყვა მათ. ეხლა რომ დავყოთ ჩვენ სამ ნაწილად, რას ნიშნავს იცი? ამ სამი ნაწილიდან ერთი ნაწილი გაყვა ლუციფერს, ორი ნაწილი, ანუ ორჯერ მეტი დარჩა უფლის სადიდებლად, ანუ არ ცდუნდა და არ გაყვა მას. რა თქმა უნდა, ღმერთი ძალიან დიდი ხანი აკვირდებოდა ამ პროცესებს და ელოდებოდა, რომ ლუციფერიც და ის შეცდენილი ანგელოზებიც როდის მოეგებოდნენ გონს, როდის შეინანებდნენ თავის ცუდ ზრახვებს და ცუდ მოქმედებებს და ითხოვდნენ უფლისგან შენდობას. აი როგორცვე უფლისგან ისინი შენდობას ითხოვდნენ, მაშინათვე მიეცემოდათ ეს შენდობა, განიწმინდებოდნენ იმ ცოდვისგან, რაც უკვე უფლის, ესე იგი, წინაშე ჩადენით მათ უკვე სცოდეს და განიწმინდებოდნენ ყოველგვარი ჭუჭხისგან, სულიერი ჭუჭხისგან. მაგრამ არა და არ მოხდა ეს. ასე ასწავლის ეკლესია, რომ მერე ჩემო ძვირფასებო, ამ კეთილმა ანგელოზებმა, აი უყურეთ რა მოხდა, ღმერთის წინააღმდეგ წასვლა ადამიანს ფიზიკურადაც ამახინჯებს. აი როგორც სულიერად ამახინჯებს და აბრმავებს, ასევე ფიზიკურადაც და ასეთი, ეხლა ამის დანახვა და ამის ყურება კეთილი ანგელოზებისთვის არ იყო, ესე იგი, იოლი საქმე. და მიქაელ მთავარ ანგელოზმა, რომელიც არის მხედარმთავარი კეთილი ანგელოზების, ზეციური ძალის, ომი გამოუცხადა ამ ყოფილ ანგელოზებს, ანუ დაცემულ, ესე იგი, იმ ნაწილს, რომელიც განუდგნენ უფალს. ეს ბრძოლა, რომელიც ზეცაში გაიმართა, კეთილი ანგელოზების გამარჯვებით დასრულდა. ეხლა დააკვირდით რა საინტერესო რამ მოხდა? ამ ერთგულებისთვის, აი ანგელოს ხო ღმერთმა მიანიჭა გონიერება, მიანიჭა უკვდავება და მოიანიჭა თავისუფალი ნება. და ამ ერთგულებისთვის ღმერთმა დაასაჩუქრა ისინი უცოდველობით. რას ნიშნავს უცოდველობა? უცოდველობა ნიშნავს, რომ
ანგელოზები ამ იერიდან ყოველთვის აღასრულებენ უფლის დიადნებას. აი, უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა არის ცოდვა, თორე თუ ესე იგი უფლის წინააღმდეგ არ წახვედი, ამას ესე იგი ნიშნავს, რომ უცოდველი ხარ, ესე იგი უცოდველობა მოიპოვეს კეთილმა ანგელოზებმა. ეხლა ამ დაცემულ ძალას რა დაემართა? წლების განმავლობაში და ალბათ ასეული და ათასეული წლების განმავლობაში ამ ღმერთის წინააღმდეგ ყოფნამ ისინი სრულ ბოლოტებაში ჩაანგდო და მათ დაკარგეს სინანულის ძალა და სურვილი. ესე იგი, დარჩათ უკვდავება, დარჩათ გონიერება, მაგრამ ვერ გამოიყენეს ეს გონიერება და გონიერება უგუნურობაში გადაუვიდათ, იმიტომ რომ გონიერი ის არის, ვინც უფლის ცნებებს მიყვება და უფლის დიდებით არის, ასე თქვათ, გარემოცული და ისინი ვინაიდან უფლის წინააღმდეგობაში ჩავარდნენ, თავისთავად ეს გონიერება ვერ გამოიყენეს სათონოდ და სათანადოდ. თავისუფლება კი ქონდათ, ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გადაწყვიტო რა გინდა და აი მათ ეს თავისუფლება თავისთვის უარესად, ანუ არასწორად, არასათონოდ გამოიყენეს და დაუპირისპირდნენ უფალს. აქედან გამომდინარე, მათ ესე იგი ისეთი ცოდვა შეიძინეს, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია სინანულის გამოთქმა. ანუ ისინი რომ მივიდნენ ღმერთთან და სთხოვან რომ გვაპატიეო, აი ეს ძალა დაკარგეს. აი ყველაზე სამწუხარო ეს არის. ხლა რატო გიყვებით ამას და რატო უნდა ვიცოდეთ ჩვენ ასეთი პატარა ასაკიდანვე? იმიტომ რომ ბოროტი ძალა ხშირად ფიქრობს, რომ აცდუნოს ადამიანი. აი მაგას ხნიკები აქვს საგანგებო, როგორ შეაცოდოს ადამიანებს თავი. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მოწიფულ ბავშვებს, აი მოზრდილ ბავშვებს ის თავს აცოდებს. მე ასეთი შემთხვევები მქონია. ამიტომ ესე იგი ებრალებად ბავშვებს, აი ისე მოისაწყლებს თავს, ვითომ აი მე აი ყველა მიმატოვა და მე აი 60-ში აღარა მაქვს ადგილი და რაღაცა ესე იცის მოსაწყლება, მაგრამ ეხლა თქვენ ვინაიდან იცით, რომ ეგ უკვე ბოროტი ძალაა დიდი ხანი და ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა და მათ უკვე დაკარგეს ჩემო ძვირფასებო სინანულის განცდა, ამიტომ ამ ძალის არასდროს ესე იგი არასდროს არ შეიძლება გვებრალებოდეს ისინი, გვეცოდებოდეს. იმიტომ რომ მან შეიძლება ცუდად ჩვენ და ცუდად ჩვენთვის საზიანოდ შეიძლება გამოიყენოს ეს განცდა. ეგრენო აი დაიმახსოვრეთ, რომ ბოროტი ძალის ნდობა არანაირად არ შეიძლება. ეხლა უყურეთ, აი ამის შემდეგ ღმერთმა გაწმინდა ცათა სასუფეველი მთლიანად 64 გაწმინდა ბოროტი ძალისგან და დაუყენა ცეცხლოვანი ქერუბიმი და დაავალა ასე, რომ არც ერთი ბოროტი ძალა აღარ შეუშვა 64-ში. ასე გადაიკეტა მათთვის კარი. ანუ განიწმინდა 64 ყოველგვარი ბიწისგან, ანუ ჭუჭყისგან და ყოველგვარი ღმერთის საწინააღმდეგო ძალებისგან. ახლა ჩემო ძვირფასებო, ეს ძალა, იცით რომ თავისთავად სამყაროშია გავრცელებული და მათ შორის დედამიწაზეც და ამ ძალას ეხლა ბოროტებს რა აზრი გაუჩნდათ, რომ ღმერთს რა უნდა დააკლონ, ღმერთი სრულყოფილია, ხო თქვით? ღმერთის მომრევი ძალა არ არსებობს. ხო და იფიქრეს, რომ მოდი გავიგოთო ყველაზე ძალიან ღმერთს ვინ უყვარსო და ისინი ჩამოვაშოროთ ღმერთსო და ამით გული მოუკლათ ღმერთსო. და დაადგინეს, დიდი დადგენაც არ უნდოდა, თქვენც კარგად ხდებით, რომ მხოლოდ ადამიანს მისცა ღმერთმა სულიერი მსგავსება და ხატება. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილად მივხვდებით, რომ სამყაროში შექმნილ ქმნილებათა შორის ღმერთს ყველაზე ძალიან ადამიანი უყვარს. ამიტომ
ამ ბოროტმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ადამიანი დაეშორებინა ღმერთისგან. აი მათი მიზანი გახდა, თან ისინი არიან დაუნდობელი ძალა, გაუმაძღარი ძალა, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ღმერთს დააშორონ ადამიანი. და ბოროტებაც ეგ არის ზუსტად, რომ რაც უფრო ბევრ ადამიანს დააშორებენ ღმერთს, ისინი აი უფრო კმაყოფილების რჩებიან და არ ისვენებენ. აი გაუმაძღარი, იმიტომ თქვი, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა დაღუპონ და დააშორონ ღმერთს, ისინი მაინც ვერ გაძღებიან ამით და უნდათ აბსოლუტურად ყველა ადამიანი დააშორონ ღმერთს. აი ეს არის ზუსტად ბოროტი ძალის ღვინები. ეხლა უყურეთ. ბოროტი ძალის მსაკრობა ძალზე დიდია. ის არ ჩანს. აი ეხლა უყურეთ, ესე იგი, ის რო გამოჩნდეს, იმდენად შეუხედავია, იმას ვინ დაუჯერებს? არც ერთი ადამიანი იმას არ დაუჯერებს. მაგრამ მისი უპირატესობაც ადამიანთან ბრძოლაში ზუსტად ეგ არის, რომ ის არ ჩანს. და იმას არც ხელით შეხება არ შეუძლია ადამიანის. ღმერთმა ამის კურთხევა არ მისცა. არც დანახვის უფლება არ აქვს, რომ დაგვენახოს და არც რომ ხელით შეგვეხოს. მას რაღა დარჩა? მას შეუძლია მხოლოდ უკარნახოს, ყურში უჩურჩულოს რაღაცა ადამიანს. რა თქვენ ხვდებით, ის კარგს რას გვიჩურჩულებს? ის გვიჩურჩულებს ღმერთის საწინააღმდეგოს. ოღონდ ასე ღიად კი არა. აი იმდენად შენიღბულად, რომ ჩვენ ვერ მივხვდეთ, რომ ეს ბოროტი ძალის ჩურჩულია. აი ადამიანთა უმეტესობა რაში ცდება იცი და რაში აგებს ამ ორთაბრძოლას ბოროტთან. მას მისი აზრები გონია ეს აზრები. აი ბოროტი რო გიკარნახებს, რომ ჩაარტყი, მოკალი, მიდი, არ დაუთმო, შენ როგორ გაგიბე და სამწუხაროდ ადამიანს გონია, რომ თავისი აზრებია. თორე ადამიანი რო გონიერი იყოს და ხვდებოდეს, რომ ამ აზრებს ღმერთის საწინააღმდეგო აზრებს მხოლოდ ბოროტები გვაწვდიან, მაშინ რა თქმა უნდა არ დაყვებოდნენ ამ ჩურჩულს და არ დაიწყებდნენ ამების აღსრულებას. აი საუბედუროდ ადამიანს არ აქვს ეს ცოდვა და ამიტომაც ხშირად უმარცხდება მას. ანუ ის გვაწვდის მაცდუნებელ აზრებს, რათა განაწყოს ცნებათა საპირისპიროდ და სხეულს აღძრავს მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. აი ნახეთ ახლა, ანუ რას ნიშნავს ეს? აი ხო ადამიანში არის სული და სხეული. ხო და ბოროტი ძალა გვკარნახობს, რომ სხეულის სურვილები დავიკმაყოფილოთ. რას ნიშნავს, რომ აი რაღაცა კარგი საჭმელი მიირთვას, აი რაღაცა ფული მოიპოვოს და ეს ფულის მოპოვება იყოს სხვისი გაღატაკების ხარჯზე, მაგრამ ამაზე აღარ ფიქრობს. სხვა დაამციროს, სხვა დაჩაგროს და ამის ფასად თვითონ დიდება მოიპოვოს. აბა რატო ხდება ომები და უბედურება? ესე იგი ერთი ქვეყანა გადაეკიდება მეორე ქვეყანას, წაართმევს თუ რამე გააჩნია კარგი, სიმკიდრე, ყველაფერს გაძარცვავს და რითი? იმიტომ რომ ის იმაზე ძლიერია, იარაღით, ჯარით, იმაზე ძლიერია. აი ასეთი ცუდი ამბები ხდება სამწუხაროდ დედამიწაზე. ეხლა ნახეთ, გულში ღმერთის ადგილს წუთი სოფლის სიყვარული იკავებს და ადამიანი მიიდრეკება ცოდვათა ჩასადენად. მის შიდა არში დღითი დღე ღვივდება ამპარტაუნება. ამპარტაუნება არის ადამიანს თავის რომ სხვაზე უკეთესი გონია. ადამიანს რომ მიაჩნია, რომ სხვაზე ლამაზია, სხვაზე ნიჭიერია, სხვაზე გონიერია, მიაჩნია, რომ მისი გვარი უპირატესია სხვის გვარზე და ამიტომ უნდა მოემსახურონ მას. აი ასეთი აზრები. პატივმოყვარეობა რა არის, რომ სხვა რო პატივს მცემს, სხვა რო მოწიწებით მეკცევა, ფეხზე მიდგება და მემსახურება, მე რომ მომწონს. ქედ მაღლობრა, რომ აი მე რას ქვია, მე როგორ გამიბედა ეს ამან. დიდების მოყვარება, აი როცა თანამდებობები უყვართ ხო არის, რომ აი ყველას უნდა რომ დიდ ესე იგი წოდებას მოხვდეს, რომ მერე დაემორჩილოს ეს ამდენი ხალხი.
აი დირექტორი იყოს, პრეზიდენტი იყოს და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვიცით როგორ არის. ამას კიდე მოყვება ეგოიზმი. ეგოიზმი რა არის? ყველაფერი ჩემთვის რომ მინდა. აი სხვას წავართვა, ოღონდ მე, ესე იგი, მე თუ მინდა, აღარ უყურებ სხვას სხვა გამწარდება თუ არა, ოღონდაც მე ჩემი შევისრულო. რასაც მოსდევს გულში ახალ-ახალი დაავადებების გაჩენა. აი ახლა როცა ეს ამპარტავნება, ქედმაღლობა, დიდების მოყვარება, ეგოიზმი როცა გულში მოედება გულს ბავშვებო, ეს უკვე აჩენს შემდეგ ესე იგი ჭირს. შური, ტრობა, ბოღმა, სიხარბე, სიძულვილი, გაუგებრობა, დაუნდობლობა. აი, ასეთ ანმიმდევრულად ხდება სამწუხაროდ ასეთი რამე. ასევე საკუთარი სხეულის გამოყენებით წუთიერ სიამოვნებათა დაჟილებული, ავადმყოფური მოთხოვნა. რა არის ეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან გავრცელებულია ბილსიტყვაობა, აი, სხვას რო ცუდ სიტყვას ეუბნები და ამცირებ ამით. აი, გინება იცით თქვენ, ლანძღვა გინება. ძალიან გავრცელებულია დღეს ნარკომანია. აი, ესე იგი იკეთებენ რაღაცა წამალს ადამიანები, რომ რაღაცა სიამოვნება მიიღონ. და რის ხარჯზე? ეს სხეული ხო ჩვენი ტაძარია. ღმერთმა ეს იმიტომ მოგცა ეს სხეული, რომ წმინდად დავიცვათ. როგორც ტაძარი სულისა წმინდისა. ჩვენ კი ამ ტაძარს ესე იგი ჭუჭყით ვავსებთ, ნაღვით ვავსებთ, ვაბინძურებთ. ღმერთის წინაშე რომ წავდგებით, ხო პასუხს მოგთხოვენ ამას. რომ მე რო ტაძარი მოგეცი, ჩვენი სხეული, ჩვენი ტაძარია, ჩვენი სულისა ბავშვებო. ეს იცი რას ნიშნავს? აი, კარგად რო გაიგოთ, ტაძარში რო შევიდეთ, ხო და ჭუჭყი და ნაგავი რო დაგვხდეს შიგნით. აბა ჩვენ როგორი დასუფთავებული, დაკიწკიწებული ტაძრები გვხდება, სასიამოვნო სურნელებით, როგორი სითბოა, იქ სიყვარულია, რომ გამოსვლა აღარ გვინდა. აი ესეთი უნდა იყოს ჩვენი სხეულიც. აი ამას ითხოვს ღმერთი ადამიანისგან. აი ერთ ძალიან დიდ ეკლესიის მამას ბასილი დიდს ასე კითხა ერთმა მრევლმა, რომ რატომ არის ცოდო ასეთი მიმზიდველიო? ხო და ბასილი დიდმა ასეთი პასუხი გასცა: ცდებით, მეგობარნო, უპასუხა მამამ, მომხიბლავი მისი სამოსია, თვითკი არასოდეს ყოფილა მიმზიდველი. ეს იცით რას ნიშნავს? ეხლა მე რო ლამაზი სამოსი ჩავიცვა, მოოქროვილი, ბრჭყიალები და ყველას რომ მოწონს. აი, სადღეს ასწავლოთ, საახალ წოთო ვიცვამთ ხოლმე. და შიგნით კიდე რო ჭუჭყი მქონდეს და ვფარავდე იმ ჭუჭყს. ბოროტება რომ მქონდეს განზრახული გულში, აი სხვის ხარჯზე გამდიდრება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სულის ჭუჭყია და გულის ჭუჭყია. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა არ არის მხოლოდ, არამედ მისდამის სრული დაპირისპირება. აი, ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ სიბნელე არ არსებობსო, სიბნელე არის სინათლის ნაკლებობაო. იმიტომ რომ სადაც სინათლეა, სიბნელე ხო აღარ აჩანს, არსად აღარ არის, ქრება სიბნელე. მაგრამ აქ ესე არ არისო, ვინმე არ გაიგოსო, რომ ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობაო. არა, აი, ჩვენი პატრიარქი გვეუბნება, რომ ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, ესეც არის, მაგრამ მარტო არამედ მისდამის სრული დაპირისპირება. ბოროტება სიკეთის წინააღმდეგ ბრძოლა, ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოროტ ძალას არასდროს არც უნდა დიალოგში ავყვეთ, არც რამე უნდა მოусმინოთ და არც რამე უნდა დაუჯეროთ და არც უნდა შეგვეცოდოს. აი, კარგად დაიმახსოვრეთ. ეს არის არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი. ვისი და ღმერთის ცნებების წინააღმდეგ, ართუ ღმერთის. აი იგივე ქურდობა და ესე იგი როიპარავენ ხოლმე. ხო გაგიგიათ როიპარავენ. აი არიან ადამიანები შეიკრიბებიან უბანში და იძახიან, მოდი ვიღაცა გავძარცოთ, ვისაც ბევრი ფული აქვს, ვისაც კარგი მანქანა ყავს, ვისაც რაღაცა ნივთები აქვს ძვირფასი. ძაღლში ცრუმად დაეცემიან და გაძარცვავენ, წაართმევენ, ან დახვდებიან ადამიანს და გაძარცვავენ. ღმერთმა პირდაპირ თქვა, არ იპარო მორჩა,
ანუ კანონი დააწესა. ამიტომ თქვენს კარგად დაიმახსოვრეთ, ვისაც ღმერთი უნდა, ის არასდროს არ მოიპარავს. ადამიანი, რომელიც იპარავს, გინდა სამსახურში იყოს, აი, ერთხელ ასეთი რამ მოხდა. ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი იყვნენ, ღარიბი ცოლ-ქმარი და იმდენად ძალიან უჭირდათ მაღაზიაში რაღაცებს ყიდდნენ. ხო და ერთხელაც იმ გამყიდველმა კაცმა, ვაჭარმა კაცმა, ხო და ამ ვაჭართან აბარებდნენ ხოლმე თაფლს, მცირედი თაფლი მოსდიოდა და ესენი უყიდიდნენ. ხო და ერთხელაც ამ ვაჭარმა კაცმა ეს თაფლი აწონა და ხო და მოქონდათ როგორც 1 კილო. ამ 1 კილოობით ერთად იყო ჩადებული და 1 კილო თაფლი, აი რა ეღირებოდა. ხო და ერთხელაც ამ კაცმა თქვა, ერთი გადავამოწმო, კი ვენდობიო მეო, აღარ ვამოწმო. ნახა ბავშვებო და 100 გრამი არ აკლდა, 900 გრამი იყო. ესე იგი 1 კილოს აკლდა. გაბრაზდა ეს ვაჭარი და ის აწყალი გლეხი ცოლ-ქმარი რომ მოვიდა, დაუწყო ჩხუბი, მოსჭორდი აქედან. როგორ მატყუებდი შენო მეო, მოგენდეო პატიოსნათო და ვიღებდიო შენიდან. ვაიმეო, დიდი ბოდიშია ამ კაცმა უთხრა, ბატონო, მეო სასწორი არა მაქვსო ბოდიშითო. აბა როგორ წონიდიო? მეო, თქვენი მაღაზიიდან ვიყიდე 1 კილო შაქარიო და იმით წონიდიო. ანუ წარმოიდგინეთ, ამ მაღაზიიდან ამ საწყალმა კაცმა იყიდა შაქარი 1 კილოობით. ხო და ამ 1 კილო შაქარს კი არ ვიყენებო, საწონად ვიყენებო და თქვენიდან როგორც 1 კილო ისე ვიყიდეო. ხო და მერე კაცი რას მიხვდა, იცი ამით? რა წონითაც შენ სხვას უანგარიშებ, იმ წონით გიანგარიშებს მერე ღმერთი შენს აქციას. ანუ თუ სხვას მოატყუებ, მოტყუებული შენ თავად დარჩები ხვალ და ზეგ. იმიტომ რომ ღმერთის კანონი მოქმედებს ყველგან. აი დაიმახსოვრეთ თქვენ ჩემო ძვირფასებო. ყველაზე მეტად სულს ჭირდება გაფრთხილება. მასზე ძვირფასი არ არის რა კაცისთვის. აი უყურე, მე ხო გითხარით, ადამიანის სხეული, რომელიც იგივე მიწაა და სული, რომელიც ღმერთმა შთაბერა ადამიანს და ეს სული არის უკვდავი, ანუ დაუსრულებელი, ეს არის გონიერი და თავისუფალი. აი ასეთი სული აქვს ადამიანს. ყველაზე ცუდი ადამიანის სულიც კი მთელ სამყაროს გადაწონის ისეთი ძვირფასია. აი რაც არ უნდა ცუდი, ქურდი, ყაჩაღი, ნარკომანი ადამიანი ავიღოთ ჩემო ძვირფასებო. ასე ამბობს ერთი წმინდა მამა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანის სული უფრო მნიშვნელოვანია მთელი დანარჩენი სამყარო, ვიდრე მთელი დანარჩენი სამყარო. რატო? ამ დანარჩენ სამყაროში შედის ფული, დოვლათი, ბარაქა, მოსავალი, აი რასაც ჩვენ ჭამთ, სვავთ, რაც გვიყვარს, მანქანები, შენობები და ასე შემდეგ, ძვირფასეულები. და რატო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დროებით მოცემული და მოვა ისეთი დრო, როდესაც მატერია აღარ იარსებებს და ის უკვდავი ცუდი ადამიანის უკვდავი სული მარადის დაუსრულებელია. ანუ ვინაიდან მასში ღმერთმა უკვდავი სული ჩადო, აი ეს უკვდავი სუნთქვა არასდროს არ დამთავრდება. ანუ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ როდესაც ვინმე ცუდს გააკეთებს, ის ადამიანი კი არ უნდა შევიძულოთ, ვინც ცუდს აკეთებს, არამედ მისი ჩადენილი ცუდი საქმე. აი დაახლოებით რას ვიძახი, აი როცა ადამიანი სიგარეტს ეწევა, არ უნდა მოწიოს, მაგრამ რახანც ეწევა, ადამიანი კი არ უნდა შევიძულოთ ის ადამიანი, ვინც სიგარეტს ეწევა, არამედ სიგარეტის მოწევა უნდა შევიძულოთ. და ის ადამიანი თუ დახმარებით დავეხმარეთ და დაანება, ხო კარგი, თუ არა და უნდა გვეცოდებოდეს მაინც. იგივე, აი ბილდ სიტყვაობა, ლანძღვა, გინება, წყევლა, კრულვა, ხო იციან? ჩვენ ადამიანი, რომელიც იგინება, ის კი არ უნდა შევიძულოთ გინების გამო, არამედ თვითონ გინება უნდა გძულდეს. და იმ ადამიანებს გაურბოდეთ და არ შევიდეთ იმათთან ურთიერთობაში, ვინც ასეთი ბილდ სიტყვაობით საუბრობენ. იმიტომ რომ არ დავკარგოთ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ხო და რა თქმა უნდა შევეცადოთ, რომ ასეთი ადამიანებისგან შორს წავიდეთ. მაგრამ
თუ ისინი მაინც ილანძღებიან და მაინც უციტყვებს ამბობენ, ისინი უნდა გვეცოდებოდეს. აი ესე უნდა მიუდგეთ, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და როგორც ღმერთი გვიყვარს, ადამიანიც როგორც ღმერთის ქმნილება ისე უნდა გვიყვარდეს. თუნდაც ის ცუდად იქცეოდეს. ცხოვრება სურს გაქთელოს. მისთვის სულ ერთია დიდი ხარ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება. მე ვარ ღმერთი შენი, მოპყრობელი მარჯვენისა შენისა, რომელიც გამხნევებს. ნუ გეშინია, რამე თუ შეგეწიო შენ. ანუ ესე იგი, უფალი გვეუბნებაო, რომ მე ყოველთვის შენთანა ვარ, ნუ გეშინიო, ნუ რას დროს ნუ იფიქრებ, თითქოს მარტო ხარ მიტოვებული. გახსოვთ ჩვენ ბოლო ვაგონი რო წავიკითხეთ, ფსიქოლოგიური თხზულება. ნუ გეშინია შვილო, მე ბოლო ვაგონში ვარო, მამამ რომ იწერა. აი თქვენც ეგ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველას გულის ჯიბეში გვაქვს წერილი, რომელსაც ჩვენი მამა ღმერთისგან არის ეს წერილი და იქ აწერია, ნუ გეშინია შვილო, გვეუბნება, მე ბოლო ვაგონში ვარ. ანუ ყოველთვის ჩემს უკან ღმერთი დგა და არასდროს არ უნდა ვიგრძნოთ თავი მიტოვებულად და არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის, რა გასაჭირი და განსასწრელიც არ უნდა დაგვატყდეს თავს, იმიტომ რომ უფალი არასდროს მიგვატოვებს. თუ ჩვენ არ მივატოვეთ, რა თქმა უნდა, უფალი. სოდომ გაყო კაცთა მოდგმა, გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილის წამებით. იცით, რომ აი ძირითადად ასეთი ამბები ხდება სამწუხაროდ დღეს მთელს ქვეყანაზე. ხშირად არ ძალგვიც დავძლიოთ ეს გათიშული ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნამდვილ სახეს დამახინჯებულად აღვიქვამთ და მას მივიჩნევთ რეალურად. აი თქვენ იცით, რომ დღეს ბავშვებო, აი პატრიარქი ამბობს ხოლმე, რომ უწესობა, გარყვნილება და ის სისაძაგლე, მოპარვა, ის ესე იგი უკეთური საქციელი დღეს მოდათ აქციეს. ანუ ღმერთის საწინააღმდეგო მოვლენები დღეს ნორმალურ მოვლენებად მიიჩნევა სამწუხაროდ, აი სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი ღმერთის კანონების დაცვა. ღმერთის კანონები კი როგორც ღმერთი არ იცვლება, ჩემო ძვირფასებო, და რაც არ უნდა ცხოვრება შეიცვალოს, დაიმახსოვრეთ, რომ ღმერთის შექმნილი კანონები და მცდელები უცვლელი იქნება ბოლომდე. ვისაც უნდა ნახეთ, რაც გვეუბნება ახლა სახარება. ვისაც ჩემთან ყოფნა გინდათო, რა უნდა გავაკეთო? ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აღიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე, რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარიწყმეც მას, ხოლო ვინ წარიწყმეც თავისი სულს ჩემთვის და სახარებისთვის, გადაარჩენს ღმერთი მასო. ესე იგი, ვისაც სამცნების შესრულება უნდა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ეს ურთულესი საქმეა. კაცი ყოველთვის უნდა ებრძოდეს თავის თავს, თავის სურვილებს, ჩვევას, მიდრეკილებებს. ერთი სიტყვით, მან უნდა დაიმორჩილოს საკუთარი ბუნება. ეხლა უყურეთ, რა არის ეს ბუნება. აი, მე ხო გითხარით, რომ ადამიანმა სამოთხერო დაკარგა, მას შემდეგ ადამიანი არის მიდრეკილი ცოდვისკენ. აი სხეული დაეცა და სხეულს უჩნდება სურვილები, აი ხან ის უნდა, ხან ეს უნდა, ეზარება, საქმის კეთება, სიკეთის კეთება ეზარება, წირვა ლოცვაზე დგომა აღარ უნდა. ხო და მას მიდრეკილება აქვს, რომ სხეულს ასიამოვნოს. აი რაღაცა სურვილები დაუგმაყოფილოს სხეულს. აი ესეთი მიდრეკილებაა. აი ამას ქვია ზუსტად ადამიანის ბუნება. აი ჩვენი ბუნება არის დაზიანებული ყველასი და მოითხოვს რაღაც სიამოვნებას, მიწიერ სიამოვნებას, რომელიც არის ესე იგი სულისთვის დამაზიანებელი. აი ამ სხეულის
სიამოვნებების შესრულებით, სურვილები რო უჩნდება, ზიანდება ჩვენი სული, ჩემო ძვირფასებო. ის სული, რომელიც არის უკვდავი და დაუსრულებელი. მეორე ეხლა რას უნდა უფრთხილდეს ადამიანი? აი პატრიარქი რას გვასწავლით? ადამიანი უნდა ებრძოდეს ამ წუთის სოფელს, რომელიც სავსეა ცოდვითა და ცდუნებით. აგერობა გახედეთ, რამდენი ცოდვა ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, რამდენი გარყვნილება, რამდენი უკეთურება, უღმერთობა და თან როგორც გითხარით, ეს უღმერთობა ტელევიზორს რო უყურო და ინტერნეტში რო შეიხედო, მოდათ არის ქცეული. თითქოს ყველა ამას აკეთებს და ჩვენთვის თავარი ღმერთი უნდა იყოს და ღმერთის კანონი. და ბოლოს მესამე. კაცი მარადის უნდა ებრძოდეს თავის სულიერ მტერს, ბოროტების სათავეს, რომელიც ხშირად მიიზიდავს გულს ხორციელი სიამოვნებისკენ და დაავიწყებს მას მოღვაწეობასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას. ანუ ის ბოროტი დაცემული ყოფილი ანგელოზები. აი ვის მიმართ უნდა ვიყოთ ფრთხილად. აი თუ ასეთი აზრი გაგიჩნდა, რომ მოდი ეხლა იმას ვატირებ, დავცინებ, მოვქაჩავთმებს, ამ ფეხს დაუდგებ, ვატირებ, ან წავართმევ რაღაცას, უნდა იცოდეთ, რომ ეს თქვენი აზრი არ არის. ეს არის ბოროტისგან მოსული აზრი და ჩვენ როგორც ნათლობის დროს ვეუბნებით, ასე უნდა უთხრათ, თუ იეშმაკს და გაგეშორება მაშინვე. აი, უნდა ყურადღებით ვიყოთ და როცა ღმერთის საწინააღმდეგო აზრი მოგივათ, უნდა იცოდეს, რომ ეს ბოროტისგან არის და არ უნდა შევასრულოთ. აი, ასეთი ძნელია ცხონება სულისა, სასუფეველის მაძიებელი მარადი სითმენ შინაგან და გარეგან ბრძოლას და მორჩილად წიდავს თავის ჯვარს, სასუებითა და სიყვარულით. გონიერი და ჭკვიანი კაცი არასდროს არ არის კმაყოფილი თავისი თავით. აი, უფრო ადამიანი გონიერი კაცი თავის თავში ცუდს ეძებს და სხვაში კარგს. დაცემული ცოდვილი ადამიანი კი თავის თავში სულ კარგს ხედავს, იმიტომ რომ კარგს ეძებს. სხვაში კიდე ცუდს ხედავს, იმიტომ რომ ცუდს ეძებს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მის შიგნით ჯერ საღვთო ნათელი არ არის. აი, რაც უფრო გაიზრდება საღვთო ნათელი, ღმერთის სიყვარული გულში, ხო? ადამიანი უფრო მეტად თავის ცუდს ხედავს და ამით არის დაკავებული, რომ თავის თავში ეძებოს ცუდი და სხვაში სულ კარგს ეძებს. აი, გინდა ცუდი დაუნახოს, თვალს მოუხუჭავს, მხოლოდ კარგს იმახსოვრებს. აი, თუ ასეთი იცით წმინდა ადამიანები თურმე როგორ ცხოვრობენ, წმინდა აი რომლებიც უკვე განიწმინდნენ სულიერად. გარშემო ყველა კარგი გონიათ, მარტო კარგს ხედავენ. აი, ცუდიც რომ დაინახონ, ფიქრობენ, რომ არა, გონი არასწორად დავინახე, იმიტომ რომ ეს მაგას როგორ გააკეთებდა და მარტო კარგს იმახსოვრებენ სხვა ადამიანს. სამაგიეროდ საკუთარ თავზე სულ ცუდს ლაპარაკობენ და სულ ცუდს ეძებენ და ამას რო იპოვიან, მაგრამ ახსარებაში აბარებენ, ბრძოლობენ, როგორ აღმოფხრან და განიწმინდონ გული ამ უკეთურებისაგან. ესე იგი, დასკვნა გავაკეთოთ ახლა ჩემო ძვირფასებო. ჭეშმარიტი ქრისტიანი მკაცრად და უმოწყალოდ ექცევა საკუთარ თავს და თუ რამე კეთილად მოიმოქმედა, მთელ სიკეთეს უფას მიაწერს. იტყვის, მე რა ვარ, ცარიელი მტვერი ვარ, ცარიელი მიწა ვარ, ტალახი ვარ, მე არაფერი არ გამიკეთებია. აი, იცი სად წერია? ბზობის დღესასწაული ხო გახსოვთ? ბზობის დღესასწაული რა არის? როცა იესო ქრისტე იერუსალიმში შედის ვირზე შემჯდარი. პატარა ჩოჩორია, საყვარელი პატარა ჩოჩორი და ხალხი რა შვება, იცი ბავშვებო? ოსანა ყვირიან, დიდება მაღალთაშინა ადიდებენ ღმერთს და მარადმწვანე ფოთლებს უდებენ ღმერთს, ასე გზადაგზა უფენენ. ზოგან წერია ტანის სამოსაც კი იხდიან და უფენენ, პატივისცემის და განდიდების ნიშნად და დიდება ღმერთს იძახიან. ხო და
აი როცა ჩემზე ვინმე იტყვის რა კარგი მასწავლებელია, რა კარგი მეგობარია, რა კარგი ქართველია, ხო? მე ასე უნდა ვიფიქრო. კარგი ის არის იესო ქრისტე, რომელმაც მე უკვდავის სული მომცა, გონება მომცა და ჩემში თუ რამე კარგია, მისით მეძლევა. ხო და მე რომ მეგონოს ჩემზე რო იტყვიან კარგს, აი რა კარგი წიგნი დაწერე, რა კარგი სიმღერა იმღერე, მე რომ ეს მეგონოს რომ მართლა რა კარგად დავწერე, ეს ცირას ნიშნავს, ვის რო ეგონოს რომ იმ ბზებსა და პალმის ტოტებს მე მიგებენო. იმიტომ რომ ქრისტე ხო სახედარზე ზის და ესე მოყავს ვის. და პირი რომ ფიქრობდეს ახლა რა კაი სახედარი ვარ, მე მიგებენ მწვანე ტოტებს, ვაი, ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, როცა რამე კარგს ვეუნებიან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი სახედარი ვართ ღვთისა. თუ რამე კარგი გამოსულა ჩემი ხელიდან, ჩემი ბაგიდან, ჩემი გულიდან, ეს არის წყალობა ღვთისა. ოღონდ მართლა ესეა. არ იფიქროთ, რომ მე ახლა სიმდაბლით საუბრობ. ეს ჭეშმარიტი საუბარია და ღმერთი ასე გვასწავლის და ეკლესია ასე ასწავლის. ღმერთის დახმარების გარეშე ადამიანს არაფერი არ შეუძლია. საერთოდ არაფერი. ერთმა მოძღვარმა მითხრა, გაღიმებას რა უნდაო? კვილები დაკრიჭე ესეო და გაღიმებული ხარო, მაგრამ თუ უფალი არ შეგეწია, თუ უფალმა ძალა არ მოგცა, იმ კბილებსაც ვერ დაკრეჭაო. ეს გერე რომ ყველა სიკეთე, რასაც ადამიანი ჩადის, მიეწერება თავად უფალს, რომელმაც ჩვენში ჩადო მადლი და წყალობა ღვთისა და ბოლოს დასკვნა. მაშ ასე. ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია. დასვენება იქ იქნება. აქ განდევნილობა, იქ ჭეშმარიტი სამშობლო. ეს ცხოვრება ღვაწლია, უწმინდურ ძალებს ებრძვი, ხუმრობას ახმეროდია. ნუ გეშინია, მოწყალე ღმერთი საბაბს ეძებს, რომ სული აცხონოს და გადაგარჩინოს. ის შენ მხარესაა, მშობელი მამაა შენი. ბოლო გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნის. იცით რას ნიშნავს ეგ? აი, ჩვენ ხო ვიცით, რომ ასეთი სამსჯავრო ელის ადამიანის სულს, ანუ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უკვდავი სულია. აი, როცა გარდაიცვლება ადამიანი, მერე უნდა წარსდგეს უფლის წინაშე. ხო და აი წარმოიდგინეთ იქ, რომ აი რა სიტყვები არის, ეს იოსების სიხასტის, წმინდა მამის იოსების სიხასტის სიტყვებია. წარმოიდგინეთო, რომ ბოლოს გადამწყვეტი სამსჯავრო, როცა იჯდები მამა ღმერთის წინაშე და შენზე უნდა საბოლოო განაჩენი გამოიტანოს. აი გზის შენი მამაო, ნამდვილი მშობელი მამა. ეხლა მე ჩემი მამა რო წარმოვიდგინე. და მამა ჩემო უნდა გადაწყვიტოს, მე ორმოში ჩამაგდოს თუ დამაბრუნოს ზეციურ სამოთხეში. აი, ანუ დიდი ანგარიშით ადამიანს მამისგან, რა თქმა უნდა, ექნება შეწევნა და მოფერება და თუმცა არსებობენ ასეთი ადამიანებიც, რომ თავის მამას ისე გააბრაზებენ, რომ იმის დანახვაც აღარ შეუძლიათ მერე და გაურბიან და ამიტომ ასე არ უნდა შევაწუხოთ არ ჩვენი მამა და ყველაზე მთავარი მამა ღმერთი. ახლა ჩემო ძვირფასებო, წაგიკითხავთ ზეციური ანგელოზების ესე იგი პატარა აღწერას, რომელიც ჟურნალი კარიბჭედან ამოგიწერეთ მე თქვენ. თამარ მამაცაშვილი ასეთი რედაქტორი არსებობს, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქართველი, მე ვისაც დღეს ვიცნობ, ალბათ 10 საუკეთესო ქართველი რო დავასახელო, ერთ თამარ მამაცაშვილს დავასახელებ. იმდენად სათნო ადამიანია, 3 ვაჟის დედა და ჩართულია სულ ქართულ საქმეს ემსახურება, ალბათ ერთი 20, 40, 50 წელი. ესეთი ღვაწლიანი ადამიანია და უბრალო და სადა. ისეთი თავმდაბალი, ისეთი უბრალო, აი ვერც კი მიხვდები, რომ დაესაუბრები, რომ ეს ის თამარ მამაცაშვილია, რომელიც არის რამოდენიმე ჟურნალის და გაზეთის რედაქტორი და ძალიან კარგი სტატიების ავტორი, აი სასახელო ქართველი მართლა. ნახეთ როგორ წეს უხილავ ანგელოზთა სამყარო, ღმერთმა ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა. ისინი ისეთივე არიან, როგორებიც შეიქმნენ თავიდან, უკვდავნი და გონიერნი, მშვენიერნი და ძლიერნი, რომელთაც საკუთარი ნება და ცოდნა აქვთ. ღვთისნებას ასრულებენ და ადიდებენ მას. სიტყვა ანგელოზი
მაუწყებლობას ნიშნავს. ისინი წმინდა წერილში ღვთისნების მაუწყებლად გვევლინებიან. არიან უხორცო არსებანი, ანუ სხეული არ გააჩნიათ. რადგან ადამიანებივით ხორცი არ გააჩნიათ, არ სჭირდებათ ძილი, ჭამა, სმა, სამოსელი, ანუ ტანსაცმელი, თავშესაფარი, ანუ სახლი, არ ზრუნავენ მომავალზე, არ ავადმყოფობენ, მათ ტკივილი არ აქვთ, არ ეშინიათ სიკვდილის, იმიტომ რომ მკვდავები არიან. ჩვენ მათი დანახვა არ შეგვიძლია, რადგან უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან. ადამიანებს ეცხადებიან არა ისეთნი, როგორებიც სინამდვილეში არიან, არამედ ჩვენს მსგავს სახეებს იღებენ, აი ბავშვის სახეს იღებენ. რეალურად სხვანაირები ყოფილან, მაგრამ ჩვენ სხეულში მყოფებს მათი დანახვა არ ძალგვით. ამიტომ ჩვენ ჩვენებურად ადამიანური სახით რაღაცა ბავშვური სილამაზით გვეჩვენებიან ხოლმე. იშვიათად ხდება ასეთი რამ. ანგელოზებმა არ იციან ადამიანების ცხონების საიდუმლო, ანუ ვინ ცხონდება, ვინ არა, ღმერთის წინაშე როდის რა იქნება, ასეთი საიდუმლო მათ არ იციან. მათ არ იციან რა არის მომავალში, აი რა იქნება ხვალ, ზეგ, როდის რა სიკეთე თუ რა უბედურება დატრიალდება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ადამიანების აზრები და განზრახვაც კი არ იციან. დიდია ადამიანთა რიცხვი, მაგრამ უფრო მეტია ანგელოზთა რაოდენობა. ანგელოზთა სამყარო 9 დასად იყოფა, კიდევ ერთხელ წაგიკითხავ და 3 იერარქიულ წყობად ნაწილდება. პირველ სამეულში არის ღმერთთან ყველაზე დაახლოებული, ანუ ზეციდან ქვევით წამოვიდეთ. ესე იგი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი, მეორეში უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი, ჩვენთან ყველაზე ახლოს დგომ მესამე სამეულში კი მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ჩვენ იცით, რომ როცა მოვინათლეთ, მაშინ ჩვენ ზეციდან უფალმა გამოგვიყო ყველას განსაკუთრებული ლამაზი და საყვარელი ანგელოზი, რომელიც ჩვენ რო გძინავს, ის თავს დაგვტრიალებს. აი, ღამე რომ მარტო მივდივარ და რო ამბობ ხოლმე მეშინიო, ადამიანმა თუ იცის, რომ ანგელოზი მასთან არის, არაფრის აღარ შეეშინდება. შეუძლია თავის ანგელოზსაც ესაუბროს. ჩემო კეთილო ანგელოზო, ჩემთან ახარ? ხო, თუ ჩემთან ახარ, არ მეშინია არაფრის. და მართლაც არაფერი არ არის საშიში. აი, ვინც თავის ანგელოზთან მეგობრულ კავშირს დაამყარებს, მიხვდება, რომ ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობარია მისი. იმიტომ რომ ღმერთმა დაუნიშნა მას. კი ბატონო, როცა სულში სიმშვიდეა, როცა ღმერთზე და სიკეთეზე ფიქრობ, როცა ხო, მაშინ ანგელოზი შენთან ყოფილა და ესე იგი ის გეხმარება და ის გაწვნის ამ აზრებს. ხოლო როდესაც სოდვასიდან და ესე იგი სოდავ ხო თუნდაც იქცევი მოკლედ რა, აი ბრაზობ, ვიღაცის აქ შურს, გძულს ვიღაცა, გინდა რომ ვიღაცას ცემო, ვიღაცა დაჩაგრო, ვიღაცაზე შური იძიო, აი ამ დროს ნიშნავს, რომ მფარველი ანგელოზი გაგშორდა და ბოროტი ძალა მოგიახლოვდა. მაშინვე მოუხმე ღმერთს, ილოცე, პირჯვარი გამოისახე, შეინანე და მფარველი ანგელოზი დაგიბრუნდება და შენში სიმშვიდე დაისადგურებსო. აი ესეთი ლამაზი პატარა, ესე იგი ამბავი მოგიყევით ზეციურ ანგელოზებზე ინფორმაციულად, რომ უფრო კარგად გავერკვათ ჩემო ძვირფასებო.
Blah, 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 blah,